ოდესმე დაფიქრებულ ხართ, რა ხდება სინამდვილეში იმ მოწყობილობის შიგნით, რომელსაც ყოველდღე ვიყენებთ? მოდით ერთად შევიხედოთ ამ შავი ყუთის მიღმა და გავიგოთ, როგორ მუშაობს კომპიუტერი სინამდვილეში. ხო, აი ესა. ჩვენი ყოველდღიური მეგობარი, არა? სამსახურისთვის, თამაშებისთვის, მეგობრებთან სასაუბროთ, ის ჩვენი ცხოვრების ნაწილია. გარეგნულად თითქოს ყველაფერი მარტივია. მონიტორი, კლავიატურა, მაუსი, მაგრამ მთავარი საიდუმლოებების შიგნით იმალება. მაგრამ აი იმ მომენტში, როცა მაუსს აწკაპუნებთ და ეკრანზე რაღაც ჩნდება, რა ხდება ამ დროს? რა მაგია ეს, რომელიც ჩვენს ბრძანებებს ასრულებს? სწორედ ამ კითხვაზე ვაპირებთ პასუხის გაცემას. კარგი, მოდით საფუძვლებიდან დავიწყოთ. იმისთვის, რომ კომპიუტერმა იმუშაოს, მას ორი მთავარი რამ სჭირდება. ფიზიკური ნაწილები, რასაც აპარატურას ვეძახით, და პროგრამები, ანუ პროგრამული უზრუნველყოფა, რომელიც ამ ნაწილებს ამუშავებს. წარმოიდგინეთ ასე. აპარატურა, ანუ hardware, არის ყველაფერი, რასაც ფიზიკურად შეგვიძლია შევეხოთ. მონიტორი, კლავიატურა, თავად სისტემური ბლოკი და მისი შიგთავსი. ხოლო პროგრამული უზრუნველყოფა, ანუ software, არის ის უხილავი ძალა, ის ინსტრუქციები, რომლებიც ამ რკინას ეუბნება რა გააკეთოს. თქვენი Windows-ი, Word-ი, თამაშები, ეს ყველაფერი პროგრამული უზრუნველყოფაა. ერთი მეორის გარეშე უბრალოდ აზრი არ აქვს. და აი, მივადექით ყველაზე საინტერესოს. მზად ხართ? დროა, გავხსნათ ყუთი და ვნახოთ რა ხდება შიგნით. ვაუ, ერთი შეხედვით შეიძლება ცოტა დამაბნეველიც კი არა, სადენების და პლატების აურზაური, მაგრამ სინამდვილეში აქ ყველაფერს თავისი ადგილი აქვს და თითოეული დეტალი ერთი დიდი, კარგად აინგეცოგენე მექანიზმის ნაწილია. და მთელი ამ სისტემის გული და ცენტრი არის აი ეს, დედაპლატა. წარმოიდგინეთ როგორც კომპიუტერის ნერვული სისტემა. სწორედ მას უერთდება ყველა სხვა მნიშვნელოვანი კომპონენტი და სწორედ ის უზრუნველყოფს მათ შორის კავშირს. კარგი, რადგან დედაპლატა ვნახეთ, დროა მის თავარ თანაგუნდელებსაც გავეცნოთ. იმ ნაწილებს, რომლებიც ფაქტობრივად მთელ სამუშაოს ასრულებენ. ძალიან ბევრი რამაა, მაგრამ ჩვენ ფოკუსირება სამ მთავარ გმირზე გავაკეთებთ: პროცესორზე, ანუ CPU-ზე, ოპერატიულ მეხსიერებაზე, იგივე RAM-ზე და რა თქმა უნდა, მყარ დისკზე. დავიწყოთ twin-ით. პროცესორს, ანუ CPU-ს, ტყუილად არ ეძახიან კომპიუტერის twins. ყოველ ჯერზე, როცა პროგრამას ხსნით, ან რაიმეს ბეჭდავთ, თქვენ ბრძანებას აძლევთ პროცესორს და ის ამ ბრძანებას მყისიერად წამის უმცირეს მონაკვეთში ასრულებს. აი, შეხედეთ. ეს პატარა ჩიპი სინამდვილეში გიგანტურ სამუშაოს ასრულებს და მილიონობით გამოთვლას აკეთებს ყოველ წამს. რაც უფრო სწრაფია პროცესორი, მით უფრო სწრაფად მუშაობს თქვენი კომპიუტერი, განსაკუთრებით ისეთ რთულ ამოცანებში, როგორიცაა თამაშები ან ვიდეოს დამუშავება. შემდეგი ჩვენს სიაშია ოპერატიული მეხსიერება, ანუ RAM-ი. ეს მარტივად რომ თქვათ, კომპიუტერის სამუშაო მაგიდაა. როდესაც წიგნს კითხულობთ, მაგიდაზე დებთ ხომ? ზუსტად ასე, RAM-ი დროებით ინახავს იმ პროგრამებსა და ფაილებს, რომლებსაც იმ მომენტში იყენებთ. მაგრამ გახსოვდეთ, როგორც კი კომპიუტერს გამორთავთ, ეს მაგიდა იწმინდება, ყველაფერი ქრება. და აი ასე გამოიყურება ეს სამუშაო მაგიდა. რაც უფრო მეტი RAM გაქვთ, მით უფრო დიდი მაგიდა გაქვთ და მით მეტი პროგრამის ერთდროულად გახსნა შეძლებთ კომპიუტერის დაღლის გარეშე. ამიტომაც არის ის ასეთი მნიშვნელოვანი კომფორტული მუშაობისთვის. და ბოლოს, მყარი დისკი. თუ RAM-ი სამუშაო მაგიდაა, მაშინ მყარი დისკი არის უზარმაზარი ციგნების კარადა ან არქივი. ეს კომპიუტერის გრძელვადიანი მეხსიერება. თქვენი ყველა ფაილი, ფოტო, მუსიკა, პროგრამა და თავად ოპერაციული სისტემაც კი სწორედ აქ ინახება, თანაც მუდმივად, კომპიუტერის გამორთვის შემდეგაც. სწორედ ამ მბრუნავ მაგნიტურ დისკზე ინახება ყველაფერი, რაც თქვენთვის ძვირფასია, თქვენი ციფრული ცხოვრება. როდესაც ფაილს ინახავთ, ის სწორედ აქ პოულობს თავის მუდმივ ადგილს, მანამ სანამ თქვენ თვითონ არ გადაწყვეტთ მის წაშლას. კარგი, ცალ-ცალკე ვნახეთ რა ასაკეთებს, მაგრამ ნამდვილი მაგია იწყება მაშინ, როცა ისინი ერთად იწყებენ მუშაობას. ეს რაღაცნაირად კარგად დადგმულ ცეკვას გავს. მაშასე, წარმოიდგინეთ თქვენ ხსნით ფაილს. ამ დროს კომპიუტერი იღებს ამ ფაილს მყარი დისკიდან, ანუ არქივიდან, აკეთებს მის ასლს და დებს ოპერატიულ მეხსიერებაში, ანუ სამუშაო მაგიდაზე. ეს იმიტომ, რომ მაგიდან მუშაობა ბევრად უფრო სწრაფია. ახლა კი პირიქით, როცა ფაილში ცვლილებები შეგაქვთ და შენახვის ღილაკს საჭერთ, განახლებული ვერსია სამუშაო მაგიდიდან ბრუნდება არქივში, ანუ მყარ დისკზე. აი რატომა ასეთი მნიშვნელოვანი, რომ სამუშაო მუდმივად შეინახოთ. ჩვენ ვისაუბრეთ მსახიობებზე, პროცესორზე, მეხსიერებაზე. მაგრამ ვინ არის რეჟისორი? ვინ მართავს მთელ ამ შოუს და აიძულებს ყველას, რომ შეთანხმებულად იმუშაონ? ეს არის ოპერაციული სისტემა, მაგალითად Windows-ი ან Mac-OS-ი. ის არის ყველაზე მთავარი პროგრამა. მის გარეშე მთელი ეს ძვირად ღირებული აპარატურა უბრალოდ უსულო რკინის გროვა იქნებოდა. ის არის შუამავალი თქვენსა და კომპიუტერის ტექნიკურ ნაწილებს შორის.
ის არის ერთგვარი მოძრაობის რეგულატორი. როცა ერთდროულად მუსიკას უსმენთ, ინტერნეტში ძრომიალობთ და დოკუმენტზე მუშაობთ, სწორედ ოპერაციული სისტემა წყვეტს, რომელმა პროგრამამ როდის გამოიყენოს პროცესორი და მეხსიერება. ის ყველაფერს აწესრიგებს, რომ ქაოსი არ შეიქმნას. ნამდვილი მენეჯერია. და აი ახლა, როცა ეს ყველაფერი ვიცით, მოდით დავფიქრეთ. თქვენი პირადი საჭიროებისთვის რომელი კომპონენტია ყველაზე მნიშვნელოვანი? სწრაფი პროცესორი, თამაშებისა და რთული ამოცანებისთვის, დიდი ოპერატიული მეხსიერება, რომ ერთდროულად ბევრი რამ აკეთოთ. თუ უზარმაზარი მყარი დისკი, რომ თქვენი ფაილების მთელი კოლექცია შეინახოთ. პასუხი იმაზეა დამოკიდებული, თუ ვინ ხართ თქვენ.